თბილისის მთავრობის სამოქმედო პროგრამა ბიოგრაფიებისა და Facebook სტატუსების ფონზე. მერის ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც დღეს დეპუტატთა მანდატით სარგებლობენ, შემცველთა წარსულით დაინტერესდნენ. დავით ნარმანიამ საკრებულოს წინაშე ის გუნდი წარადგინა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ხვალ ნდობას გამოუცხადებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 4 საათს გაგრძელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ნარმანიას თანაგუნდელთა პასუხები დაიწუნა, უმრავლესობა კი ნდობის გამოცხადებისთვის ემზადება. საკანონმდებლო მოსმენებს გიორგი ფუტკარაძე დაესწრო. მე მაინტერესებს ბატონ მარგიშვილისაგან თქვენი Facebook-ის პოსტი ბიოგრაფიებისა და Facebook სტატუსების გახსენება დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში 4 საათიანი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი მოადგილეების, გამგებლობისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა წარსულით განსაკუთრებით მერიიდან საკრებულოში გადასული ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ. შემცვლელების კრიტიკის მთავარი ობიექტი ვიცე-მერობის კანდიდატი, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის, ხოლო სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი გელა ჩივიაშვილი კი 2011 წელს საყენებული ბრალის გამო გახდა. თქვენი ყავით ბრალდებული იმისათვის, რომ მოხდა გაფრანგვა სოციალურად დაუცველი პიროვნებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ანდრია ურუშაძეს და მოადგილეს ბატონი მორის კამარაშვილი აღიარებენ, რომ ჩვენი დაკავება იყო უკანონო და ფაქტობრივად ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ყოფილა. მე მაინტერესებს ბატონ მარგიშვილისაგან თქვენი Facebook-ის პოსტი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობითა და მუქარით. მე მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით მისი ერთმანეთი დამოკიდებულება. მე ჩემ პოსტს სრულად ვიზიარებ და ვფიქრობ, რომ ვინც ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსტიტუტებს შეეცდება, მათი ადგილი ციხეშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კულტურის სამინისტროს მუშაობა შეფასდა საკმაოდ უარყოფითად, ხოლო მხოლოდ ბატონი მინისტრის საქმე უარყოფითი ცუდი საქმიანობის შედეგი იყო, თუ თქვენ იღებთ რაიმე პასუხისმგებლობას. თქვენ არ აქვს ორი ინფორმაცია ბატონი მინისტრი, უარყოფითად ნამდვილად არ ყოფილა შეფასებული. უცნობა გავხადეთ თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი. დეპუტატთა კითხვები იმ ხელშეკრულებასაც შეეხო, რომელიც წინა მთავრობამ კომპანია City Park-თან გააფორმა, ასევე რამდენჯერმე გაიჟღერა კითხვამ ატესტაციებისა და მერიის თანამშრომელთა ბედზე. მეორე საკითხვა ეხება პარტიების პრობლემას ქალაქში, ზოგადად თქვენს პირად დამოკიდებულებას City Park-თან და City Park-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. საზოგადოება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები აქვს კონკრეტულად ამ კომპანიის შემოყვანასთან და საერთოდ ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. გავიჩნდა ესეთი განცდა, რომ ეს იქნება არასასურველი პირებისაგან, რეგულირებული ვიქნებ და პოლიტიკურად არგანიზებული პირებისაგან მერიის წმენდის ავიმორჩილებით ატესტაციის წესს, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტს. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გარჩევა და განცალკევება არ იქნება. როგორია პროგრამა რაბედიელის ავარიულ სახლებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, გამწვანებას, გზებსა და უსახლკაროებს, სოციალურ საკითხებს დედაქალაქის მერსა და მის წარდგენილ გუნდს ყველაზე ხშირად თანაგუნდელები ახსენებდნენ. უამრავი ადამიანი არის უსახლკარო. ბანკის ვალების თუ 1000 რაღაც ბედუკუღმართობის გამო ძალიან ბევრი ტონული და სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს. ისეთ შენებან ნაგებობებში წლების განმავლობაში 20-15 წელია, სადაც ეს ფაქტები მათ აქვს დაუკანონებელი. სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა და კატეგორიზაცია დამჭირდება აუცილებლად, რომ პრიორიტეტები განსაზღვროთ. თქვათ, იგივე არის ადამიანები, რომელსაც არც საცხოვრისი გააჩნიათ და არც შესაძლებლობა არ გააჩნიათ გადაიხადონ თქვათ შესაბამისი ქირა, ისინი როგორც წესი ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობა კმაყოფილი, ნაციონალური მოძრაობა უკმაყოფილო, ხოლო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ნაწილობრივ კმაყოფილი დარჩნენ. ეს თანამშრომლობა მერიასა და საკრებულოს შორის კვლავაც მჭიდროდ და ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ქალაქისთვის საინტერესოდ გაგრძელდება. ყველა პასუხს გცემდა თვით ბატონი დავით ნარმანია. ეხლა დღეს ჩვენ დავით ნარმანიას არ ვირჩევთ. იგი უკვე არჩეულია. ჩვენ უნდა გვეცნობდეს, რომ ეს არის ზოგადი საუბარი, ძალიან ბევრი იქნება, დიდი იქნება წიგით კონკრეტიკი ძალიან ცოტა ხანში. განხილულება საკმაოდ კონსტრუქციულად ჩაიარა, მე ვფიქრობ, რომ პასუხი გაიცა ყველა იმ კითხვას, რომელიც იქნა დასმული საკრებულოს წევრების მხრიდან. უკვე ხვალ საკრებულომ კენჭი უნდა უყაროს დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ გუნდს წინასწარ. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქის ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.